ბევრი მიმართულებით ხდებოდა პოლიტიკური ელიტის დონეზე ევროპისთვის და ამერიკისთვისაც გადასწრება. ქართულ საზოგადოებაში ქალთა აქტივობა უკვე მე-19 საუკუნეში საკმაოდ ძლიერდება. ჩვენ გვაქვს უკვე პუბლიცისტური წერილები ეკატერინა გაბაშვილისა, ბარბარე ჯორჯაძესის და სხვების, სადაც ისინი ამბობენ, რომ ქალი განათლებული თუ არ იქნა, ის განათლებულ შვილს ვერ გაზრდის. 1917 წელს გამოდის კატო მიხელაძის რედაქტორობით გაზეთი ხმა ქართველი ხალისა. საქართველოში რამდენიმე თვით უფრო ადრე მიიღეს ქალებმა არჩევნებში მონაწილეობა, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში. 10 წლეულებით უფრო ადრე, ვიდრე შვეიცარიაში. 1919 წელს 5 ქალი აირჩევა დეპუტატად დამფუძნებელ კრებაში, 5-ვე იყო სოციალ-დემოკრატი. დღემდე ალბათ სოფლიოში ცნობილი პირველი მუსლიმი ქალი, რომელიც დეპუტატად აირჩიეს ფარიხანომ სოფიევა გარდაბანში, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი. ძალიან თანამედროვე არის ეს ყველაფერი. ეს იყო პოლიტიკური ელიტის შეგნება. ისინი ქვემოდან მოთხოვნის გარეშეც კი ზემოდან აი ამ პროგრესულ იდეებს ატარებდნენ.